ჩემი დიეტა მომდევნო ორშაბათამდე გადაიდო. ამ ზღაპრული, ბევრი მარწყვის კრემიანი ხრაშუნა ნამსხრის გამო. თუ გონია რომ ნაპოლეონის მომზადება კონდიტერიის სამმაგ მაგისტრს საჭიროებს, გაგახარებ და გეტყვი რომ არა. ნაპოლეონის ასეთი მზა გადაწყვეტა პირველად პოლონეთში გავსინჯე და მე რადგან ძალიან მიყვარს, როცა კრემი ერთპიროვნულად ბევრია ფირფიტებზე, მაშინვე ჩემი საყვარელი ნამსხვარი გახდა. აი მარწყვის დამატება კი ლიბრეში ნაყიდმა მარწყმა გადამაწყვეტინა. დღესაც ისე მოხდა როგორც ყოველთვის. შევდივარ ვანილზე და გამოვდივარ ორი სავსე პარკით ხელში. ხო და მოდი მომამზადოთ ყველასთვის საყვარელი ნაპოლეონი მარწყვით. სადაც 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 ფირფიტა და ძალიან ბევრი კრემი გვექნება. ფქვილი, ცივი კარაქი და არაჟანი, ძალიან კარგად გავაერთიანოთ და მოვზილოთ ცომი, შემდეგ კი დავასვენოთ ისე, როგორც თქვენი სურვებით დასვენებას მუშაობის დროს. კრემი გვექნება მოხარშული, უნაზესი და უგემრიელესი. მარწყვს კი ყოველთვის ვრეცხავთ სოდისა და ზმრის ნაზავით. გამიზიარეთ თქვენი ხერხები, თქვენ როგორ რეცხავთ მარწყვს. ამასობაში დასვენებული ცომი ორ ნაწილად გავყოთ, გავაბრტყელოთ, დავჩხლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ. ჩვენი გასუფთავებული და შემდეგ ხელსაყრელზე გამშრალი მარწყვით დავჭრათ. გამოყენების წინ კარგად ვთქვიფავ ყოველთვის მოხარშულ კრემს. დაჭრილი მარწყვი ფრთხილად გადაურიოთ მოხარშულ კრემში. შემდეგ კი კრემის სრულად მოვაქციოთ ორ ფირფიტას შორის. გემრიელი ნამცხვარი რომ მიიღოთ, ხარისხიან პროდუქტზე გააკეთეთ აქცენტი და იყიდეთ ლიბრეში. ხოლო რომ მოამზადებთ, აუცილებლად გამიზიარეთ ემოციები.